გორის მე-12 საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა დღეს საზეიმოდ გაიხსნა. წითელი ლენტი გორის მერმა ბაღის დირექტორთან ერთად გაჭრა. საბავშვო ბაღის შენობა 2012 წლის 17 დეკემბერს ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა. რის შემდეგაც 3 სააღმზრდელო ჯგუფი დღემდე ნაკირავებ პარკში განაგრძობდა ფუნქციონირებას. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სამუშაოები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამ 416,762 ლარი შეადგინა. მე-12 საბავშვო ბაღის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაღის პერსონალი, აღსაზრდელები და მათი მშობლები დაესწრნენ. მასშტაბური სამუშაო ჩატარდა ამ ბაღში, იმიტომ რომ ეს ბაღი იყო დამწვარი გახსოვთ და მთლიანად აღვადგინეთ. 9 მილიონი დაიხარჯა ამ ბაღის რეაბილიტაციაზე და ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი გამოვიდა და ყველანი გახარებული ვართ. საახალწლოს უკვე დაკომპლექტდა ბაღი, 240 აღსაზრდელი იქნება ბაღში და დაკომპლექტებულია მთლიანად. ჩვენთვის ვაყენებთ ასეთ სტანდარტს, ყველა ბაღები ასეთი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. ყველა საჭირო ინვენტარი გვაქვს, პარალელურად მიმდინარეობს კიდევ აღჭურვა, დამატებით ამ წუთში 3 ჯგუფზე ფუნქციონირებთ და დაემატება კიდევ 4 ჯგუფი, მთლიანად ვიქნებით 7 ჯგუფზე. 250 აღსაზრდელი გვეყოლება ბაღში. ის რომ სკოლამდელი განათლება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, დღევანდელი ფაქტით მოწმობს ქალაქ გორში გაიხსნა ნომერ მე-12 საბავშვო ბაღი, რომელიც რეაბილიტაციის შემდგომ ფუნქციონირებას დაიწყებს სრული დატვირთვით. მოხდა ამ შენობის არა მხოლოდ სრული რეაბილიტაცია, არამედ ეზოს კეთილმოწყობა, ასფალტის საფარის დაგება, ეზოს შემოღობა და უკვე მომდევნო წელს იგეგმება შენობის ექსტერიერის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.